ირანი ხედავს სიკვდილის მოახლოებას, რადგან ისფაჰანი მისი ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე რეგიონი კვლავ სამიზნეში მოექცა. მას შემდეგ, რაც ისრაელში გავრცელდა ინფორმაცია აშტ-შსა და ისრაელის შესაძლო ერთობლივი ოპერაციის შესახებ, დეტალებით ადგილზე შესვლის გამდიდრებული ურანის ძიებისა და უშუალო მოქმედების შესახებ კომპლექსის შიგნით. 2026 წლის 20 მაისს ირანის რეჟიმმა დაიწყო საუბარი ისფაჰანის ჩრდილოეთ ნაწილში კონტროლირებად აფეთქებებზე. საჰაერო თავდაცვის გააქტიურება და მზადება შესაძლო შეჭრის წინააღმდეგ. ზუსტად იმ ადგილას, სადაც მსოფლიოს სურს გაიგოს, რას მალავს თეირანი. ისრაელის მედიამ ეს საქმე აჟიოტაჟში ჩააგდო. ისრაელის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა, ხოლო აიათოლებმა უპასუხეს მუქარით, პროპაგანდით და მოწოდებებით მოწამეობაზე. ეს უსაფრთხოებას არ გავს, უფრო ორგანიზებულ პანიკას წააგავს. დონალდ ტრამპმა ზუსტად საჭირო წერტილზე მოახდინა ზეწოლა. არა სიმბოლურ ბაზაზე, არამედ ირანის ბირთვული შანტაჟის გულში. ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა დინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს, სანდოობის სტანდარტით, მიუსონ ალვესი. ისფაჰანი გახდა სახელი, რომელიც აიათოლებს აშინებს, რადგან ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ბაზა არ არის. რაფაელ გროსის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის თქმით, ირანის 60%-ით გამდიდრებული ურანის დიდი ნაწილი შეიძლება ამ მიწისქვეშა კომპლექსში იყოს. როიტერსმა მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტო აფასებდა დაახლოებით 440,9 კილოგრამ ამ მასალას 2025 წლის თავდასხმებამდე და რომ თითქმის ნახევარი შეიძლება ისფაჰანის ტერიტორიასთან იყოს დაკავშირებული. ეს გამდიდრების დონე ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონეზე დაბალია, მაგრამ უკვე ბევრად აღემატება სამოქალაქო გამოყენებისთვის საჭირო რაოდენობას და ამიტომაც გახდა საერთაშორისო შეშფოთების მთავარი მიზეზი. სწორედ აქ არის, რომ ეს ფაქტი რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობს. როდესაც ბირთვული ობიექტი სამიზნეში ექცევა და მალევე ჩნდება ცნობები კონტროლირებადი აფეთქებების, გააქტიურებული საჰაერო თავდაცვისა და მოწამეობის შესახებ განცხადებების შესახებ, პოლიტიკური შეფასება ნათელია. ირანმა გაიგო, რომ ტრამპმა ყველაზე მტკივნეული წერტილი იპოვა. არსებული ინფორმაციით რეჟიმი ისფაჰანში ტერიტორიებს ამზადებს, რათა შეაჩეროს ან გაართულოს აშტ-შსა და ისრაელის ერთობლივი ოპერაცია. ტრამპი ამ კრიზისში პოლიტიკურ იარაღად ზეწოლას იყენებს. ის მოლაპარაკებებზე საუბრობს, მაგრამ მუქარას მაინც ტოვებს. როიტერსმა გაავრცელა, რომ ტრამპმა განაცხადა, ირანზე დაგეგმილი თავდასხმა მას შემდეგ შეაჩერა, რაც თეირანმა სამშვიდობო წინადადება გაგზავნა და აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე შეთანხმების შანსი არსებობს. ირანის რეჟიმმა იცის, რომ ეს პაუზა შვებას არ ნიშნავს, ეს მოკლევადას ნიშნავს. ირანი ცდილობს მკაცრი რიტორიკით, რეგიონული მუქარითა და შიდა პროპაგანდით შეურყეველი გამოჩნდეს, მაგრამ ისფაჰანი რეალურ სისუსტეს აჩვენებს. ბირთვული პროგრამა ფიზიკურ სამიზნედ იქცა და აღარ არის მხოლოდ ორმაგი რიტორიკა. დიპლომატიური შეხვედრა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ არ იცის ისფაჰანში ახალი მიწისქვეშა გამდიდრების ობიექტის მიმდინარე მდგომარეობა, რადგან დაგეგმილი ინსპექცია შეწყდა 2025 წლის ომის შემდეგ. ამ ცდომის არარსებობა მხოლოდ ზრდის ეჭვებს და აძლიერებს ტრამპის ზეწოლას. ისრაელიც ჩაერთო ამ გათვლაში, რადგან არ სურს, რომ ირანმა მოლაპარაკება გამოიყენოს კვამლის ფარდად. ისრაელის ერთ-ერთ არხზე გაჟონიულმა ინფორმაციამ ისფაჰანთან გამდიდრებული ურანის შესაძლო ჩამორთმევის გეგმაზე პოლიტიკურ რეაქციას გამოიწვია ისრაელში და აჩვენა, რომ ეს თემა უკვე აღარ არის მხოლოდ ბუნდოვანი მუქარის სფეროში. როდესაც საუბარია შესვლაზე, ტერიტორიის დაცვაზე, ბირთვული მასალის მოძიებასა და თეირანისთვის მარაგის დამალვის აღკვეთაზე, აიათოლებისთვის გზავნილი მკაცრია. მიზანი არ არის პროპაგანდა, მიზანია ირანის ბირთვული ძალაუფლების ბირთვი. თეირანის პასუხი რეჟიმისთვის დამახასიათებელი სტილით მოვიდა. მუქარა, რელიგიური რიტორიკა, წინააღმდეგობის დაპირება და მცდელობა. ნებისმიერი ზეწოლა ირანელი ხალხის წინააღმდეგ აგრესია წარმოაჩინა. მაგრამ რეალობა სხვაა. ისფაჰანი კრიზისის ცენტრში თავად რეჟიმმა მოაქცია გამდიდრებული მასალის დაგროვებით, ინსპექტორებისთვის ცდომის შეზღუდვით და დაშინების პოლიტიკის გატარებით, როგორც ისრაელის, ასევე სპარსეთის, ხულის ქვეყნების და ინსპექტორების მიმართ. და აგრძელებს დაშინების პოლიტიკას ისრაელის, სპარსეთის, ხულის ქვეყნების და სხვების მიმართ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკვე აცხადებდა, რომ ცდომის არარსებობის გამო ვერ ადასტურებდა მარაგების სრულ მდგომარეობას. დაძაბულობა გაიზარდა ირანის სხვა რეგიონებშიც.
როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ქეშმის კუნძულზე, რომელიც ირანელმა ოფიციალურმა პირებმა მტრის საბრძოლო მასალის განადგურებას დაუკავშირეს. ქეშმი მდებარეობს სტრატეგიულ რეგიონში, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს და ეს შემთხვევა კიდევ უფრო ამძაფრებს განცდას, რომ რეჟიმი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მოქმედებს. ირანი ცდილობს შექმნა შთაბეჭდილება, რომ ყველაფრისთვის მზად არის 2026 წლის 20 მაისს. ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, თუ ტრამპი რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს, ისინი ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთაც დაარტყამენ სამიზნეებს. ესეთი განცხადებები ნდობიდან არ გამომდინარეობს. ის შიშიდან მოდის, რომ ისპაჰანში სამიზნე შეიძლება დაიზიანოს და რეჟიმმა დაკარგოს ის ბერკეტი, რომელსაც მსოფლიოსთან ვაჭრობისთვის იყენებს. შეერთებულ შტატებში არსებული ზეწოლაც პოლიტიკური ომის ნაწილი გახდა. სენატში ტრამპის ირანთან ომის უფლებამოსილების შეზღუდვის ინიციატივამ წინსვლა განიცადა 2026 წლის 19 მაისს, როცა პარლამენტართა ნაწილი ცდილობდა სამხედრო მოქმედებებს კონგრესის დამტკიცების გარეშე შეეჩერებინა. მემარჯვენე ბაზისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სისტემა ცდილობს ტრამპის შეზღუდვას სწორედ მაშინ, როცა ირანი გრძნობს, რომ ალყა მჭიდროვდება. სანამ თეირანი იმუქრება, ვაშინგტონის ნაწილი ამჯობინებს საკუთარი პრეზიდენტის შეჩერებას. ისპაჰანი ირანს მხოლოდ ბირთვული მნიშვნელობით არ აშინებს. აშინებს სიმბოლური მნიშვნელობითაც. თუ დონალდ ტრამპი და ისრაელი შეძლებენ ამ კომპლექსის ზეწოლის ქვეშ დაჭერას, რეჟიმი დაკარგავს დაუმარცხებლობის ნარატივს. ირანი ყოველთვის დროზე დებდა ფსონს, აწარმოებდა მოლაპარაკებებს, აჭიანურებდა ინსპექციებს, ავრცელებდა მუქარას, იყენებდა შეიარაღებულ მოკავშირეებს, ელოდა რომ საერთაშორისო ზეწოლა დაიღლებოდა და შემდეგ ისევ ჩნდებოდა თითქოს დიალოგი სურდა, მაგრამ ეხლა თამაში უფრო გამკაცრდა. და ისრაელი იცის, რომ მიწისქვეშა ობიექტი, რომელსაც არ აქვს მკაფიო ინსპექცია, ვერ დარჩება სამუდამოდ დაცული დიპლომატიური განცხადებებით. ახლო აღმოსავლეთის ისტორია გვიჩვენებს, რომ ბირთვულ ობიექტებს, რომლებიც ეჭვს იწვევს, არასდროს ეპყრობიან როგორც ჩვეულებრივ საკითხს, როცა ლიდერები ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავენ. 1991 წელს ისრაელმა დაარტყა და ნაწილობრივ გაანადგურა ერაყის ბირთვული რეაქტორი ოსირაკი ბაღდადის მახლობლად, იმ მოტივით, რომ სადამ ჰუსეინი არ უნდა მიახლოებოდა ბირთვული სამხედრო შესაძლებლობის მიღწევას. ათწლეულების შემდეგაც კი ეს თავდასხმა კვლავ ახსენებენ როგორც პრევენციული ქმედების მაგალითს, როდესაც დიპლომატია ვერ არწმუნებს და როდესაც რისკი ძალიან სწრაფად იზრდება. სირიამაც იხილა როგორ იქცა ასეთი გაფრთხილება რეალობად. 2007 წელს ისრაელმა დაბომბა საეჭვო ბირთვული რეაქტორი დეირ-ეს-ზორის რეგიონში და მხოლოდ წლების შემდეგ აღიარა საჯაროდ ეს ქმედება. 2018 წელს სააგენტო როიტერსმა დააფიქსირა, რომ ისრაელმა დაადასტურა თავდასხმა და განაცხადა, რომ ეს გზავნილი ირანისთვისაც იყო განკუთვნილი. რეჟიმს არ მისცემდნენ უფლებას ბირთვული იარაღი განევითარებინა. ეს წარსული მნიშვნელოვანია, რადგან თეირანი თulis, რომ როდესაც ისრაელი ბირთვულ საფრთხეს ხედავს, საკითხი დიპლომატიური ნოტით არ შემოიფარგლება. სხვაობა ეხლა ისაა, რომ ტრამპმა ამ განტოლებაში შეერთებული შტატების ძალა ჩართო, რაც თავისთავად უკვე პანიკის მიზეზი იქნებოდა თეირანისთვის. ისრაელი ამერიკის მხარდაჭერით სულ სხვა მასშტაბის ზეწოლად იქცევა. ირანის რეჟიმს შეუძლია იყვიროს, იმუქროს და შეეცადოს სპარსეთის ყურის ქვეყნების დაშინებას, მაგრამ იცის, რომ მისი მანევრის სივრცე შემცირდა. თუ სერიოზულ მოლაპარაკებას დათანხმდება, მოუწევს ბირთვული პროგრამის გახსნა და დათმობა. თუ უარს იტყვის, ისპაჰანი კვლავ ცენტრალურ სამიზნედ დარჩება. ფაქტობრივად ირანი პროპაგანდასა და რეალობას შორისაა გაჭედილი. პროპაგანდა ამბობს, რომ რეჟიმი არ ნებდება. რეალობა აჩვენებს, რომ ბირთვული ობიექტი ზეწოლის ქვეშაა, საერთაშორისო სააგენტოს სრული ცნობა არ აქვს, რეგიონული მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან, ისრაელი მზადყოფნაშია და ტრამპი პაუზას ძალის ინსტრუმენტად იყენებს. თეირანის შიში საჯარო განცხადებებში არ ჩანს. ეს ჩანს ტერიტორიის მომზადებაში, გააქტიურებულ დაცვაში, გადაჭარბებულ მუქარაში და მცდელობაში ისპაჰანის სიმბოლოდ აქციონ. სანამ ისპაჰანი მტკიცებულებად იქცევა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.